საქართველოს მთავარ პროკურატურაში ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა მიმდინარეობს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა პროკურატურაში იმყოფება თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილიც ნატა ქაჯაია განაგრძობს თემას ნატა რა განაცხადა ზოდელავამ დაკითხვაზე შესვლამდე ბექა მურთაზ ზოდელავა ადასტურებს რომ ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუფოვის გარდაცვალების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალები ნამდვილად ინახებოდა მთავარი პროკურატურის ყველაზე კარგად დაცული ოთახის სეიფში ეს ამ ოთახით კი მაშინ სარგებლობდა მურთაზ ზოდელავა თუმცა ის გამოძიების ინტერესებიდან და საქმის დელიკატურობიდან გამომდინარე მედიასთან დამატებით გარემოებებზე და მიზეზებზე არ საუბრობს სისხლის სამართლის საქმის ის ნაწილი, რომელიც აი განსაკუთრებული დელიკატურობით გამოირჩეოდა, ინახებოდა არა მურთაზ ზოდელავას კაბინეტში, არამედ საქართველოს მთავარი პროკურატურის ყველაზე დაცულ კაბინეტში. მთავარი პროკურორის კაბინეტში სეიფში. რაც შეეხება ერთი წამით დავასრულებ, ეს იყო რა თქმა უნდა სისხლის სამართლის საქმის ნაწილი და აქ იყო ფოტო და ვიდეო მასალა არა მარტო შემთხვევის ადგილზე გადაღებული, ასე ვთქვათ, არამედ შემდგომ სამედიცინო ექსპერტიზის და სხვა პროცედურების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, მათ შორის საქმე იმაშია, რომ ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია, დანარჩენ დეტალებში მე ვერ შევალ, განსაკუთრებით ვერ შევალ იმ დეტალებში, რომლებიც ეხება სისხლის სამართლის საქმის ნაწილს, დეტალებს, ვინაიდან მე როგორც ყოფილი თანამდებობის პირი, ყოფილი პროკურორი, ვალდებული ვარ დავიცვა კონფიდენციალურობა და თუ არსებობდა გამოძიების ვერსიის დამანგრეველი მტკიცებულები, მე დავტოვებდი, მე ჩავდებდი ამას სამართლის საქმეში და დავტოვებდი სეიფში, დავტოვებდი აჩიკო კბილაშვილს ახლა. მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება კიდევ ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ოქრუაშვილი თავდაპირველად ჩვენ დავინტერესდით რას უკავშირდებოდა ამ შენობაში მოსვლა ოქრუაშვილის და ვკითხეთ მას ხომ არ იყო ეს ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ოქრუაშვილმა ეს ინფორმაცია უარყო თუმცა განაცხადა რომ ის ჩვენებას მისცემს ტელეიმედის გასხვისებასთან დაკავშირებით როგორც იცით ტელეიმედის გასხვისებასთან დაკავშირებით ბრალდებულია თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა ჯერჯერობით უცნობია ვის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას თავდაცვის ექს-მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ტელეკომპანიის გასხვისებასთან დაკავშირებით. გასხვისებასთან დაკავშირებით რა ინფორმაციას გქობთ? კონკრეტულად? ძალიან ბევრი. თქვენთან კონდეთ თუ არა კეზერაშვილთან უგულავას რაიმე კონტაქტი იმედის თემასთან დაკავშირებით? და რას გეუბნებოდნენ? უგულავას წინააღმდეგ უნდა მისცეთ ჩვენება? თუ კეზერაშვილის? ფოტოებთან დაკავშირებით რას გეტყვით? არ არის ფოტოები. არ გინახავთ გუშინ გავრცელებული კადრები? არ მინდა ფოტოები. უკვე 4 საათია მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფება ზურაბ ჟვანიას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა რომელმაც შეგახსენებთ რომ ერთ-ერთი პირველი იყო რომელმაც დასკვნა დადო ყოფილი პრემიერის და მასთან ერთად მყოფი რაულ იუსუფოვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ამ დასკვნაში კი წერია რომ ყოფილი პრემიერი გაზით გარდაიცვალა. მადლობა ნატა ქაჯაია საუბრობდა